მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ რადიო იმედის და ტელეიმედის პლატფორმებზე. ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემით შემოგიერთდით, იმისთვის რომ დარწმუნდეთ, ჩემი შეფასება არის თუ არა სწორი. გვადევნეთ თვალყური მომდევნო 20 წუთის განმავლობაში სტუდიაში სტუმრად ყავს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნატა სულთანიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო ნატა, მადლობა გიხდით განაცემაში მონაწილეობისთვის. საზაფხულო მარშრუტებზე ვისაუბრებთ დაცულ ტერიტორიებში, აი წუწუნებდით, როდის გამოვა ამინდები და შესაბამისად ზაფხული როდის დადგებაო და მინდა გითხრათ, რომ დღეიდან საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა და ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ დაცული ტერიტორიების მონახულებმა მოგცემთ შესაძლებლობას გაგრილდეთ, კიდევ ერთხელ გაქვთ შანსი აღმოაჩინოთ თქვენივე ქვეყანა. კახეთის მხარეში კი ამასობაში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა, ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიები, საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში თითქმის 40,000 ჰექტარის ფართობს მოიცავს და დღეს ჩვენ სწორედ ამ თემაზეც ვისაუბრებთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს პანელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. მოდით დავიწყოთ კახეთის ახალი დაცული ტერიტორიით, ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიები, ასე ქვია. გითხარით, რას მოიცავს ეს ტერიტორია? რომელ მუნიციპალიტეტებშია პრინციპში კი ჩამოთვალეთ და კონკრეტულად რა მნიშვნელოვანი ბუნებრივი ადგილებია მის ასე ვთქვათ შემადგენლობაში და მისი უკვე შემოსვლით ასე ვთქვათ ამ თქვენს ინსტიტუციაში რა დამატებით შესაძლებლობას იღებს თავად ეს ტერიტორია? კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აღვნიშნოთ კახეთში საერთოდ ზოგადად ყველა ასე ვთქვათ მიმართულებით ბიომრავალფეროვნები იქნება კულტურული მემკვიდრეობა თუ ასე შემდეგ ძალიან მრავალმხრივი სანახაობა არის და შემორჩენილი ეს ყველაფერი ამ რეგიონში და ფაქტობრივად ამოუწურავი არის კახეთის რეგიონი. შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ უკვე არსებობდა კახეთში რამდენიმე დაცული ტერიტორია დიდი ხნის ისტორია აქვს ამ ყველაფერს ამ ბოლო პერიოდში მოხდა ასე ვთქვათ შესწავლა დამატებითი შესწავლა ბიომრავალფეროვნების კუთხით კულტურული მემკვიდრეობის კუთხით ადამიანების საზოგადოების თემების დამოკიდებულების მიმართულებით ბუნებრივ რესურსზე და გამოიკვეთა რომ არსებობს ძალიან ასე ვთქვათ დიდი პოტენციალი აქ. შესაბამისად როგორც თქვენ აღნიშნეთ უკვე კანონის თანახმად დაარსდა და შეიქმნა სამი ახალი დაცული ტერიტორია ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების სახით კატეგორიები გახლავთ ცივ-გომბორის ეროვნული პარკი, სიღნაღის აღკვეთილი და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი. აი ხა მითხარით მათ შორის რა განსხვავებაა ესეც რომ გვითხარით. ზოგადად კანონმდებლობის თანახმად საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საშუალებას გვაძლევს რომ საქართველოში დავაარსოთ 6 კატეგორიის დაცული ტერიტორია. სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. წარმოიდგინეთ სამი ერთად დაარსდა ახლა კახეთის რეგიონში. ეს არის ეროვნული პარკი, რომელიც გამოირჩევა და განსხვავდება სხვა კატეგორიებისგან იმით, რომ შედარებით დიდ ფართობზე არის წარმოდგენილი. აქ არის დიდი, ასე ვთქვათ, რესურსი იმისა, რომ ერთი მხრივ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბიომრავალფეროვნება. ამ შემთხვევაში კახეთში ცივ-გომბორის ქედის გარშემო რაც არის ტყის, მდელოს, მაღალმთის ბიომრავალფეროვნების სახით. და ამავდროულად მივცეთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ ყველაფრით ისარგებლონ და გარკვეული შემოსავლის წყარო მიიღონ, ანუ რაც ნიშნავს ეკოტურიზმის განვითარებას და ეკოტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვადასხვა სერვისების დანერგვას, რაც არ შეუშლის ხელს ბიომრავალფეროვნების ცხოველქმედების გაგრძელებას და ამავდროულად ეს ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. რაც შეეხება აღკვეთილს, ეს კატეგორიაც იძლევა მრავალმხრივ, მრავალფუნქციური სხვადასხვა საზოგადოებისათვის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ტერიტორიის ათვისების საშუალებას, რაც პირველ რიგში ასევე გულისხმობს ისევე როგორც სხვა კატეგორიები ბიომრავალფეროვნების დაცვას. და ამავდროულად შეიძლება ის იყოს ვთქვათ ტყის მასივი წარმოდგენილი როგორც ამ შემთხვევაში სიღნაღის აღკვეთილში, თუმცა მის გარშემო ახლოს ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა, მას მუდმივად სჭირდება იქ გადაადგილება, დასვენება, რეკრეაცია და სერვისების დანერგვის საშუალება აქაც ნამდვილად საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება დაცულ ლანდშაფტს, შედარებით უფრო დიდ ფართობზეა ეს წარმოდგენილი, ძალიან მჭიდრო არის ადგილობრივი მოსახლეობის, ასე ვთქვათ, ჩართულობა და დასახლებული პუნქტი, სხვადასხვა ტრადიციული საქმიანობა ხორციელდება და ტრადიციული საქმიანობის დაცვის შენარჩუნების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი კატეგორიების არსებობა, იმიტომ რომ ბიომრავალფეროვნება, ეკოსისტემები ის ჩვენთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი, გარემო, ბიომრავალფეროვნება, თვალსაჩინო, ეს ყველაფერი ერთად დავიცვათ და ამავდროულად სარგებელი ვნახოთ შემოსავლის სახით. ქალბატონო ნატა, ჩვენ აღნიშნეთ, რომ კახეთი განებიურებულია ამ კუთხით, ვიცი რომ არსებობს კიდევ რამდენიმე დაცული ტერიტორია, რა სპეციფიკა გამოარჩევს ამ ტერიტორიებს? მაგალითად, არჩევანის შესაძლებლობა რომ კონდეს
კონკრეტული ინტერესებით. შეიძლება, ვთქვათ, აქ მივაქციო ყურადღება, რომელიც შეიძლება უფრო მომერგოს. თუ კონკრეტული დაცული ტერიტორია ერთ სტანდარტს, ერთ ასე ვთქვათ, შესაძლებლობას ქმნის. აი ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ დაცული ტერიტორიები ზოგადად როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში ძალიან მრავალმხრივი არის. ეხლა ჩვენ ვახსენეთ 6 კატეგორიის დაცულ ტერიტორია, რომელიც ვთქვათ კანონმდებლობის საფუძველზე შეგვიძლია რომ მიენიჭოს. ამავდროულად პარალელურად ჩვენ ხელმძღვანელობთ მსოფლიოში არსებობს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელიც ასე ვთქვათ სხვადასხვა სტანდარტს ანიჭებს სხვადასხვა კატეგორიას, ასე ვთქვათ. ნუ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში გავმეორდები ბიომრავალფეროვნების დაცვა, შენარჩუნება და საქართველოში ძალიან მრავლად გვაქვს ისეთი წერტილები, ცხელი წერტილები, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ჩვენი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, რაც გულისხმობს მაგალითად წითელი ნუსხის სახეობები, გადაშენების პირას მისული სახეობები. წარმოიდგინეთ, მესამეულ გამყინვარებას შემდგომ შემორჩენილი სახეობები ჩვენთან აგრძელებენ ცხოველქმედებას, აქ პოვეს თავის თავშესაფარი, ეგრეთ წოდებული რეფუგიუმი და მათთვის ძალიან კარგი საბინადრო გარემო არის. ხელუხრებელი უნდა იყოს პირველ რიგში ტყე, არ უნდა ეტყობოდეს სახეცვლილი რომ არის და ადამიანის ხელი რომ არის ზედა, ასე ვთქვათ, არ უნდა ემჩნეოდეს და ასეთი ტერიტორიები დამთანხმებით ძალიან ცოტა დედამიწაზე ფაქტიურად აღარც კი შემოგჭრა, სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს და თუ კი სადმე არის მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენ საქართველო, რა თქმა უნდა, ვცდილობთ რომ ასეთი ტერიტორიები უკეთესად შევინახოთ და შევინარჩუნოთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და თემებთან ერთად. აი ხა კახეთში მაგალითად 6 კატეგორიის 6 დაცულ ტერიტორია უკვე არსებობდა, მათ შორის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიები, რომელიც არის ოფიციალურად დაარსებული პირველი დაცული ტერიტორია 1912 წელს დაარსდა, მოგეხსენებათ ლაგოდეხის ნაკრძალი, ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვის მიზნით ირმების სამფლობელო არის, აქ გვხვდება წითელი ნუსხის სახეობები, მურადათვი, ჯიხვი, როჭო, სხვადასხვა მცენარეული საფარი სახეობები განსაკუთრებული ნამდვილად და შესაბამისად ეს ტერიტორია და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიები ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის, ვისაც ამავდროულად ბუნებასთან ერთად უყვარს მაგალითად ლაშქრობა, მონახულება ჩანჩქერების, დიდ მანძილზე გადაადგილება და შესაბამისად არჩევანის დროს შეუძლია აირჩიოს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიები. დედოფლის წყალურის მუნიციპალიტეტში არსებობს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები. ჯაჭვუნას აღკვეთილი, რომელიც ფაქტიურად არის ნახევრად უდაბნოს ტიპის ლანდშაფტი და ულამაზესი სანახაობა განსაკუთრებით სეზონზე, ადრე გაზაფხულზე, გვიან შემოდგომით განსაკუთრებით. შესაბამისად, ამ დაცულ ტერიტორიების მონახულების დროს თავი ნამდვილად აღარ გეგონებათ, რომ საქართველოში ხართ, სადღაც სტეპებში აღმოჩნდებით, თუმცა აქ არის აი ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ისეთი სახეობა, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობები, რომელიც სხვაგან არ გვხვდება და მხოლოდ აქ არის. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზეა გავრცელებული მაგალითად საკმრილის ხე, რომელიც წითელი ნუსხის სახეობა არის და განსაკუთრებით სავიზიტო ბარათი არის ვაშლოვანის. შესაბამისად, ასე ვთქვათ, იმის გამო ზუსტად რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ესეთი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებაა და დაცულ ტერიტორიების მართვაც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, რამდენიმე წელია მას უკვე მინიჭებული აქვს ევროდიპლომას სტატუსი. სხვათა შორის ახლა მუშაობთ უკვე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებისთვისაც ანალოგიური სტატუსის მისანიჭებლად მეცნიერებთან ერთად. სხვა დაცულ ტერიტორიებს რაც შეეხება, მაგალითად იგივე ცივგომბორის დაცულ ტერიტორიებს, სადაც დაარსდა ექვე ახლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უკვე არსებობდა მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები, რომელიც ასევე ტყის, მაღალმთის ბიომრავალფეროვნების დაცვა შენარჩუნების მიზნით არის შექმნილი. თუშეთი, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტურად მთელი თუშეთი არის დაცული, 3 სხვადასხვა კატეგორია, ნაკრძალი, ეროვნული პარკი, დაცული ლანდშაფტი. აქ თუშეთის, ასე ვთქვათ, გახსენებაზე წარმოგვიდგება ერთი მხრივ კულტურული მემკვიდრეობა და ამავდროულად უნიკალური ბიომრავალფეროვნება, ეს ყველაფერი კომბინირებულად ერთად ნამდვილად საინტერესო სანახაობას ქმნის და ზოგადად ყველა დაცული ტერიტორია რაღაც ისტორიას გვიყვება, აი რა ისტორიის მატარებელია და რა არის აქ განსაკუთრებული მნიშვნელოვანი. კაბუტონატა, თქვენ ახსენეთ მოსახლეობა, თემები, მე მინდა რაღაცნაირად შიდა სამზარეულოში ჩაგვახედოთ და გითხრათ, როგორ ხდება თავად ამ, ასე ვთქვათ, ტერიტორიის შესწავლა, შემდეგ უკვე გამიჯნა, თუ არის ის გამიჯნული, ხა ვიღაცას წარმოდგენა რო კონდეს, ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილზე ჩასვლა, ერთი ბოძის ჩარჭობა, ვთქვათ და რაღაცა ღობის გაკეთება, ხომ? თავისთავად ხვდებით, რომ გარკვეულ სამუშაოებს, წინსწრებს სამუშაოებს, შემდეგ უკვე თავად პროცესს უკავშირდება ეს. აი ეს დეტალები გითხარით. სიამოვნებით, ზოგადად
დაცულ ტერიტორიის დაარსება არ არის ხალმოყრე პროცესი, ეს არის ხანგრძლივი პროცესი. რისი შესწავლა ხდება ძირითადად? გააჩნია რა ტერიტორიაზე რა არის განსაკუთრებული. თქვათ, მცენარეული საფარი, ბოტანიკური კვლევა აუცილებლად, ზოოლოგიის მიმართულებით თუ ცხოველთა სამყარო აუცილებლად შესაძლებელი. მღვიმეები არის სპელეოლოგიური კვლევა, თუ მდინარეები, წყლები, ჩანჩქერებია წარმოქმნილი ჰიდროლოგიური კვლევა და შესაბამისად კომბინირებულად აი ეს მიმართულებები, ტყე, მეტყევების, ასე ვთქვათ, საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკოლოგების, ბიოლოგების ერთობლივად ამ ასე ვთქვათ ეს კვლევები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ შევიმუშავოთ დოკუმენტი ამა თუ იმ დაცულ ტერიტორიებზე, ასე ვთქვათ, გეგმარებით დაცულ ტერიტორიების მიზანშეწონილობის ესე ვთქვათ დოკუმენტს ვეძახით, ამდენად მიზანშეწონილია ამ ტერიტორიაზე დაცულ ტერიტორიის დაარსება და მისთვის სტატუსის მინიჭება. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ადგილობრივი თემების ჩართულობა, მოსახლეობის ჩართულობა. ჩვენ წინასწარმე უნდა ვიცოდეთ და განსაზღვროთ რა, ასე ვთქვათ, ტერიტორიაზე აქვს ადგილობრივ მოსახლეობას ტრადიციული სარგებლობის მიმართულებით საქმიანობა დაგეგმილი მიმდინარეობს, ვთქვათ და აუცილებელი არის, რომ ეს საქმიანობა გააგრძელოს. ეს ეხება მაგალითად ტრადიციულ საქმიანობას, მეფუტკრეობას, თუ არის საძოვრები ამ ტერიტორიაზე, თუ არის გადასარეკი ტრასები და ასე შემდეგ, რაც სათესი ალბათ, სახნავი. სათესი ტერიტორიები სამეურნეო საქმიანობას რაც შეეხება, ეს უკვე ხორციელდება, შესაძლებელია განხორციელდეს აი ბოლო ორი კატეგორიის დაცული ტერიტორია, რაც ვახსენეთ, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. პირველ 4 კატეგორიაზე ნაკრძალი ეროვნული პარკი ბუნების ძეგლი აღკვეთილი აქ არ შეიძლება ნება და არ არის დართული და შესაბამისად ყველა დაცულ ტერიტორიაზე თავისი წესები მოქმედებს. და თუ კი ასეთი საქმიანობა მიმდინარეობს, ხადია კატეგორიის მინიჭებაც იმის მიხედვით ხდება, რომ არა ეკრძალოთ და პირიქით რაღაცერეთ სააგენტო, სამინისტრო დაეხმაროს, ასე ვთქვათ, იმაში, რომ საჭირო კვლევა თუ არის, ასე ვთქვათ, დამატებით საჭირო, რომ უკეთესი გახდეს გარემო პირობები, ან ვთქვათ, ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით გარკვეული სერვისების დანერგვაში შევუწყოთ ხელი, მცირე გრანტების მოპოვებაში შევუწყოთ ხელი, იმიტომ რომ დაცულ ტერიტორიებს აქვს ის ბერკეტი, ასე ვთქვათ, და უპირატესობა, სადაც დაცულ ტერიტორია დაარსდება, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მით უმეტეს ახლოს ხდება საზღვართან, დაცულ ტერიტორიის იქ მოხდეს, ასე ვთქვათ, მცირე გრანტების კონკურსის გამართვა. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, დაარსების შემდგომ უკვე კანონმდებლობის თანახმად როგორც კი სტატუსი მიენიჭება, შემდგომ ხდება დემარკაცია. იმიტომ რომ არის მაგალითები და შესაძლებელი არის რომ დაცულ ტერიტორიის ასე ვთქვათ პირველადი ასე ვთქვათ კონტური რაც არის რუკაზე, შესაძლებელია იყოს ისეთი ტერიტორიები, სადაც მოხდა ისეთი გადაფარვა, რომელიც არ უნდა იყოს და აღმოფხვრათ. ან ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამოა შესაძლებელია მოყვეს. შესაძლებელია ეს მაგალითები მთელ სოფლიოში არის აღიარებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს ადგილობრივებთან ერთად დემარკაციის პროცესი, საზღვრის გასწორება, ასე ვთქვათ, დადგენა, დაზუსტება, რის შემდგომაც, ასე ვთქვათ, გაიმიჯნება დაცულ ტერიტორიის საზღვარი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, რამაც კონფლიქტის, ასე ვთქვათ, არიდების საშუალებას გვაძლევს. ცხადია, რაც შეეხება, ასე ვთქვათ, შემოღობვას, მკაცრად აკრძალვას, ესეთი დახაცები დაცულ ტერიტორიებზე ნამდვილად არ ხდება. ეს არის სახელმწიფო საკუთრება, ეს არის ჩვენი ყველასი ერთად, ჩემიც თქვენის და ნებისმიერი საზოგადოების ყველა წევრის. ტყეში შესვლა ყველას შეუძლია გადაადგილება ნებისმიერ დროს უფასოდ, რა თქმა უნდა. ერთადერთი, რაშიც მოსახლეობა ფასი ხდის, ეს არის სერვისი, რომელიც უკვე მოითხოვს, რა თქმა უნდა, მართვას, მართლობას, განვითარებას და შესაბამისად მისთვის საჭირო ასე ვთქვათ, სხვადასხვა საჭიროებების შესყიდვას, რაც შეეხება ადამიანის მხრიდან, ჩვენი მხრიდან, ის რომ ვისარგებლოთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსით, ეს რა თქმა უნდა არის ნებადართული. ბოლო პერიოდში საქართველოში კიდევ რამდენიმე ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა, მათ შორის რიონის აკვეთილი და ეგრისის ეროვნული პარკი. რა მნიშვნელობა აქვს ამ გადაწყვეტილებებს და ამ მიმართულებით რა ვითარდება ქვეყანაში დაცული ტერიტორიების კუთხით რომ გითხრათ, იმიტომ რომ ერთია თქვა რაოდენობა, როდესაც სიმატებდა საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია და მეორეს მხრივ ზუსტად ის უნიკალურობა და გამორჩეულობა, რომელიც ერთის მხრივ ჩვენი ვთქვათ ქვეყნის სავიზიტო პარადი შეიძლება იყოს და მეორეს მხრივ თავად სპეციალისტების, ანუ იმ ადამიანების, რომლებიც ხართ ინსტიტუციაში ჩართული, ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს ეს
პროცესი. ნამდვილად ძალიან საინტერესო პროცესია დაცულ ტერიტორიების ქსელის განვითარება, რაც გულისხმობს, რომ ქსელი გულისხმობს იმას, რომ ამ ქსელში ყველა რგოლს თავისი ადგილი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხომ? შესაბამისად, აი ბოლო 2 ახალი დაცულ ტერიტორია, რაც ახსენეთ, ეგრისის ეროვნული პარკი და რიონის საკვეთილი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ასევე, იმიტომ რომ სამეგრელოში მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ასე ვთქვათ, კვლევებიც მიმდინარეობს და საუბარიც არის იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის დავიცვათ ის კოლხური ტიპის ელემენტები და კოლხური ტიპის ფლორა, ფაუნა, ბიომრავალფეროვნება, რაც მაღალმთის, ასე ვთქვათ, სამეგრელოში გვხდება. ტალენჯიხის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიური კვლევები და გამოვლინდა ნამდვილად, ესე ვთქვათ, ის საზღვარი, სადაც შესაძლებელი არის, რომ სტატუსი, ეროვნული პარკის სტატუსი მინიჭებულიყო. ამაში ჩართული იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები, ცხადი ადგილობრივი მოსახლეობასთან რამდენიმე გზის გაიმართა შეხვედრები, დაზუსტებები და ვფიქრობ, რომ მომავალში ძალიან ერთ-ერთი წარმატებული ეროვნული პარკი იქნება. სამეგრელოში მოგეხსენებათ უკვე არსებობს ბუნების ძეგლების სახით მარტვილის კანიონი მაგალითად ოკაცის ჩანჩქერი, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ პოპულარულობით სარგებლობს და ასე ვთქვათ ეროვნული პარკი იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთიან ქსელში უკვე როგორც ბუნების ძეგლის ასევე ეროვნული პარკის სტატუსით უკვე მთელი ქსელი შეიკრას და ის ბიომრავალფეროვნება, რომელსაც სჭირდება დიდი ადგილი გადასაადგილებლად, სამიგრაციოდ თუ ასე ვთქვათ თავშესაფრად, ანუ ჰაბიტატი იქნება სრულად დაცული. რაც შეეხება რიონის აღკვეთილს, რომელიც ასე ვთქვათ, სამტრედიის მუნიციპალიტეტში და არის კოლხეთის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში ამ ეტაპზე. მოგეხსენებათ, აი ზოგიერთი სახეობა განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს და სწორედ ეს აი ამას ემსახურება დაცული ტერიტორიების დაარსებაც, ხო? ამ შემთხვევაში ზუთხისებრთა სახეობების დაცვის მიზნით შეიქმნა მდინარე რიონის იმ მონაკვეთზე, სადაც ჩვენთან, ასე ვთქვათ, შემორჩენილ ზუთხისებრთა სახეობებს სჭირდებათ ეს ყველაფერი ქვირითობისთვის, გამრავლებისთვის. მხოლოდ 2 მდინარეზე ხორციელდება გამრავლება ზუთხების დუნაიზე და რიონზე და აი იმ წერტილებში, იმ მონაკვეთებში, სადაც მათი გამრავლების ესე ვთქვათ ადგილები არის, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ ასე ვთქვათ ფაქტს. შესაბამისად ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ უკეთესად დავიცვათ ჩვენი ზუთხისებრთა თქვენ რომ სახეობები. შიგნიდან არ იცოდეთ ეს ყველაფერი და საკმაოდ პროფესიონალურად არ ცოდნეთ, ფლობდეთ თქვენს ცოდნას. და გვისმენდეთ ახლა როგორც უმრავლესობიდან გვიყურებდეს. საფხული მოდის და რა არჩევანს გააკეთებდა, ვთქვათ, გააკეთებდით, საწახვიდოდით, რას ნახავდით და რატომ? კი ბატონო, აი ზუსტად მასე რო შევხედოთ, რომ გარედან უყურებ, პირველ რიგში რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა მივიღოთ ინფორმაცია დაცულ ტერიტორიების შესახებ. ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი, ესე ვთქვათ, Facebook-ს გვერდი დაცულ ტერიტორიების სააგენტო და არის კიდევ სხვადასხვა ეროვნული პარკების ცალკე, ესე ვთქვათ, გვერდები. პარკს ესეთი აპლიკაციაც არსებობს, შეუძლია საზოგადოებამ ჩამოტვირთოს და დაათვალიეროს, სად გადის, ასე ვთქვათ, ის სალაშქრო ბილიკები, რომელსაც დაცულ ტერიტორიების უკვე გთავაზობთ სერვისად. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე კეთილმოწყობილი არის ბილიკი, სალაშქრო ბილიკი, გზას ადვილად გადაადგილდებით და გაიგნებთ, ასე ვთქვათ, გადაადგილების დროს გზის მანიშნებლები არის, საინტერპრეტაციო ნიშნები, დაფები, რაც თავარია საინფორმაციო და რჩევა, რეკომენდაცია აუცილებლად ის არის, რომ სადაც დაცულ ტერიტორიაზე ბილიკი არის კეთილმოწყობილი, აუცილებლად ბილიკს მიუყვეთ, რომ არ გადაუხვიოთ, არ გადავიდეთ გვერდით, რომ ბიომრავალფეროვნებას ერთი მხრივ საფრთხე არ შეუქმნას და მე ჩვენ შეგვექმნას საფრთხე და ასე ვთქვათ, კიდე რა უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, ესეც გითხარით ბάνε. აუცილებლად დაცულ თუ შეიცვალა ეს ქცევა და რაღაცნაირად თუ არის გამოხატული წლების განმავლობაში, რაც თავის მხრივ ალბათ ნიშნავს ცნობიერების გაფართოებას, გაღრმავებას. ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, იმიტომ რომ ბოლო წლებში ნამდვილად შეიმჩნევა ცოდნის და ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში დაცულ ტერიტორიების შესახებ, თვითონ ბუნებაში ქცევის წესები. დაცული ტერიტორია რომც არ იყოს, ბუნებაში ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც საკუთარ სახლში, ხომ? და მით უმეტეს დაცულ ტერიტორია ჩვენ გვახსენებს, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული წესია, რომ ბუნებას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. ერთი მხრივ ყველას ასე ვთქვათ, სამახსოვრო, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი ჩვენი ეს არის, რომ რო შევდივართ დაცულ ტერიტორიებზე, ბუნებაში ზოგადად იქ არ დავანაგვიანოთ, არ ასე ვთქვათ, შევუწყოთ ხელი იმას, რომ ხანძრის კერა გავაჩინოთ და რასაც შევიტანთ, იგივე გამოვიტანოთ, იმიტომ რომ არ დავტოვოთ ჩვენი ნარჩენი ბუნებაში. ამავდროულად არ გადავასხოფეროთ, არ გავაფუჭოთ, არ ასე ვთქვათ, ზიანი მივაყენოთ გარემოს და დანარჩენი რაც შეეხება დასვენებას, რეკრეაციას, ფოტოების გადაღებას, ლაშქრობას, სიამოვნების მიღებას, ხათი ამის საშუალება ბუნებაში და მით უმეტეს დაცულ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, ამ საშუალება გვაქვს. კი ბატონო, მე მესმის, რომ ყველა ტერიტორია თქვენთვის თანაბრად ძვირფასია, მაგრამ მაინც გითხარით, რამდენიმე რისი მონახულებაც შეგვიძლია. თუ
აი ამ ზაფხულზე ხა შეგულებების პერიოდი დაგვეწყება და დაგვარიგეთ როგორ მოვიქცეთ. თუ შედარებით მოკლე ანძილზე გსურთ გადაადგილება და დატკბეთ ბუნების საოცრებით, მღვიმეებს გირჩევთ თან, მით უმეტეს მღვიმეში ტემპერატურა მუდმივად დაახლოებით 14 გრადუსი არის, სიგრილი არის და სასიამოვნოა, ასე ვთქვათ, მით უმეტეს ზაფხულში. პრომეთეს ათაფლია, აგრეთვე კანიონები, მარტვილის კანიონი მაგალითად, ის მღვიმეები და ჩანჩქერები, სადაც არსებობს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიები, ბორჯომხარაგაულის დაცულ ტერიტორიები, აჭარა, უნიკალური დაცულ ტერიტორიები გვაქვს აჭარაში, მტირალას ეროვნული პარკის სახით, კინტრიშის დაცულ ტერიტორიების სახით, ქობულეთის დაცულ ტერიტორიების სახით, მაღალმთიან აჭარაში მაჭახელას ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი ორივე კატეგორია არის და ასევე კოლხეთის ეროვნული პარკი. თუ ლაშქრობა სურთ, ესე ვთქვათ, ვიზიტორს ის ირჩევს შედარებით ტყის მასივებს და ეროვნულ პარკებს, თუ მცირე ადგილზე გადაადგილება შედარებით ბუნების ძეგლებს, მოკლე, ასე ვთქვათ, სავიზიტო წერტილებს და შესაბამისად დაცულ ტერიტორიების სააგენტოსთვის, რა თქმა უნდა, ყველა დაცულ ტერიტორიას გითხარით და დავასრულოთ. უახლოეს მომავალში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უკვე ახალი დაცული ტერიტორიები გვექნება სვანეთში და ლეჩხუმში, იმიტომ რომ უკვე დასრულდა, ასე ვთქვათ, კვლევები ამ ორ უნიკალურ მხარეში, მომზადებული არის კანონპროექტები და მიმდინარეობს აქტიური განხილვა პარლამენტში. რაც შეეხება თვითონ დაცულ ტერიტორიებზე სალაშქრო ბილიკების მომზადებას, ასე ვთქვათ, და სერვისების განვითარებას, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველა დაცულ ტერიტორიაზე, ყველა მხარეში ძალიან მნიშვნელოვანი არის და სააგენტო აქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად მიყვება იმ გეგმას, რომელიც გულისხმობს უსაფრთხო გადაადგილებისათვის ბილიკების აღჭურვას, ასე ვთქვათ, პარკშიზე ინფორმაციის მუდმივად განახლებას, რომ ეს, ასე ვთქვათ, გამოყენებადი იყოს და ხელმისაწვდომი ყველასთვის და რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოსახლეობა ჩვენთან ერთად იდგეს და ჩვენი მეგობრები იყვნენ და ერთად ვმართოთ დაცულ ტერიტორიები, ამ მიმართულებით დაცულ ტერიტორიების სააგენტო მომავალ წელსაც გააგრძელებს მუშაობას სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომ უფრო მეტი სარგებელი ვნახოთ ერთმანეთით და შეხელი შევუწყოთ დაცულ ტერიტორიების. მაშინ შემდეგ კიდევ დაგელოდებით გადაცემაში, სწორად დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო და ვფიქრობ საინტერესო ჩვენი მსმენელისთვისაც ეს დიალოგი. ნატა სულთანიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა დათმობილი დროისთვის.